მოწვევისთვის რეგიონული ომის ალბათობა უფრო ნაკლებია, იმიტომ რომ ყოველდღიურად ირანი სუსტდება. ირანი ისე არ, რა თქმა უნდა, სახმელეთო ოპერაცია თუ დაიწყო ეს უკვე სხვა ამბავია, თუმცა ისიც რომ ოპერაციის დაწყებიდან მეოთხე დღეს ისრაელს სრული საჰაერო უპირატესობა აქვს, ხო? ირანის ცაზე და ზოგადად ეს ოპერაცია და წინა ოპერაციაც მიუთითებს, რომ აი ეს რაღაცა დაშვებები საერთაშორისო პოლიტიკაში ხო გვეგონა რომ აი ჰეზბოლას ვერ დაარტყავენ, იმიტომ ჰეზბოლას 600,000 რაკეტა აქვს ისრაელზე დამიზნებული. გააცამტვერეს ჰეზბოლა ისე რომ პრაქტიკულად ხასან ნასრალამ წესიერად რაკეტაც ვერ გაისროლა. ირანს ვერ დაარტყავენ, ომი იქნება. ჯერჯერობით ბენიამინ ნათანიაჰუმ პირიქით გათვალა, რომ ჯერჯერობით ასე ვთქვათ იღბალი ისრაელის ხარეზეა და ჯობია ეხლა მოხდეს ასე ვთქვათ დრაკონის თავისუფლება ხარისხიც და თანაფარდობა. ყველაფერი ისრაელში ჯობია ეხლა მოხდეს დრაკონის თავისკვეთა, ვიდრე ეს კიდე მომავალ თაობებს დაუტოვებენ. ამიტომ რეგიონული ომის ალბათობა დაბალია მარტივი მიზეზის გამო. ჯერჯერობით მე ვერ ხედავ ირანმა ვის უნდა დაუწყოს ომი. ვის? ანუ ისრაელს ესვრის იმ ბალისტიკურ რაკეტებს და იმის იქით ჯერჯერობით სახმელეთო ოპერაციის ალბათობას მე ვერ ხედავ. როგორი არის შტატების პოზიცია ამ ვითარებაში? დონალდ ტრამპი მთელი წინასაარჩევნოც და პოსტსაარჩევნო გზავნილებია, რომ ის არის პრეზიდენტი, რომლის დროსაც ომები არ იქნება, რომ ის დაწყებულის დასრულება შეეცდება. ის მაინც მწვანე შუქის ავტორად ითვლება ამ პროცესში. ხო, აქ არის უკიდურესი ტრამპისტული ბანაკი ტაკერ კარლსონის მეთაურობით, რომელიც ამბობს, რომ ისრაელის სუვერენული უფლება იბრძოლოს ირანში, მაგრამ ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ. არის უკიდურესად ინტერვენციონისტული ბანაკი, ხო, ლინცი გრემი და ასე შემდეგ ძველი ნეოკონსერვატორი რესპუბლიკელები, რომ აი როგორც კი ისრაელს დასჭირდება, ან ჩვენ უნდა დავამთავროთ და არის ასე ვთქვათ შუა ბანაკი, რომ ნუ რა თქმა უნდა მწვანე შუქი ისრაელს ჰქონდა და თუ საჭიროა, თქვა ჩვენ შეიძლება ჩავერთოთ და აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. რაც ამ შემთხვევაში New York Times უნდა დაუჯეროთ. ისრაელი ვერ გაანადგურებს ირანის ბირთვულ პროგრამას სრულად, იმიტომ რომ ნათანზი სიღრმის გამო ფორდოუს ატომური სადგური თუ რაც არის, ის არის ღრმად კლდეში ამოკვეთილი და ასე ვთქვათ ეს ბუნკერის მკნედელი ბომბები მხოლოდ ამერიკას აქვს, ეს 15 ტონიანი ბომბი და მხოლოდ B2 ავიაგამანადგურებლით შეიძლება ამ ბუნკერის განადგურება, რომელსაც ისრაელს არც ბომბი აქვს და არც თვითმფრინავი. ამიტომ ეს ზეწოლაც არის ტრამპზე, რომ თუ და ტრამპიც ამას იყენებს, ვთქვათ, ირანს ზეწოლისთვის, რომ ან შეწყვეტ გამდიდრებას ირანის ტერიტორიაზე, ან შეიძლება ტრამპმა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ უკვე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები დაიბომბოს ირანი. თუმცა ეს ისაფრთხე, რომ ერთის მხრივ ირანი დასუსტებულია, მეორეს მხრივ ირანს ნუ რა ძალა დარჩა, შეიძლება გამოიყენოს უკვე ამერიკულ სამხედრო პერსონალზე თავდასხმისთვის თვითონ რეგიონში. შესაბამისად ეს რისკები არის და ამ რისკებს რომელ ქვეყნებში? ესე იგი, ნუ ამერიკის თქვა საჰაერო ერთ-ერთი უდიდესი ბაზაა კატარში, თუ არ ვწდები კუვეიტშიც არიან და ბაჰრეინშიც, ერაყშიც არის რაღაცა თუ და ასევე რა თქმა უნდა ორმუზის სრუტეში გადის სოფლიო ნავთობის, რა ვიცი, 20-30% და იმის გადაკვეთვა ან იქ ომის დაწყება, რა თქმა უნდა, ნავთობის ფასებს კიდევ უფრო გაზრდის, რაც ჩვენ ამ დღეებშიც ვნახეთ, ხო? რომ 18 თუ 20%-ით გაიზარდა ნავთობის ფასი. შესაბამისად, ეს არის რთული გადაწყვეტილება. მეორე მხრივ ზეწოლა ნამდვილად არის, იმიტომ რომ ეხლა იმ პერსპექტივიდან რომ ეხარი უნიკალური შანსი, რომ დაამთავრო ირანის ბირთვული პროგრამა ერთხელ და სამუდამოდ, იმიტომ ეს თუ არ დაამთავრე დაბომბვებით სუდილემა იქნება და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დაბომბვებით ესე იგი ჯერ დამხობილი რეჟიმი ესე შიდა ოპერაციის გარეშე ჩვენ არ გვინახავს. მეორე ვინ მოვა კიდე საკითხავია. ხო, ამაზე მინდოდა მეკითხა, იმიტომ რომ ასევე ამ ოპერაციასთან ახლავს პარალელური დინება, რომ ეს შეიძლება შიგნით ჩამოდამხობით ჰამენეის აქ იყო სხვათა შორის ასევე ინფორმაცია, რომ თითქოს მწვანე შუქი არ აქვს შტატების მხრიდან სულიერი ლიდერის განადგურების ოპერაციას. შემდეგ ითქვა, რომ ეს ასე არ იყო მოკლედ, მაგრამ შეიძლება თუ არა ის შიგნით შეიცვალოს არა მხოლოდ ხელისუფლება, ამ შემთხვევაში ალბათ ეს მთელი სისტემა და სულიერ ლიდერზე აწყობილი სისტემა. აქ რამდენიმე რამე უნდა ითქვას, რომ ეს მარტო დაბომბებით გადაყენებული რეჟიმი მე არ მინახავს. ანუ ლიბიაშიც კი იყო შიდა რაღაცა ასე ვთქვათ, მეამბოხეები ეგრეთ წოდებული. შიდა მეამბოხეები სულ იყვნენ ირანში დრო და დრო პროტესტის ტალღები იყო. მაგრამ ეს არის ძალიან მეამბოხეებს იარაღი ჰქონდათ.
ეხლა როდესაც აქ ეს არის ორლესური მახვილი ეს დამობა, იმიტომ ერთის მხრივ კი შეიძლება ეს რო აი რეჟიმს დავამხობთ, მეორე მხრივ პირიქით, ხო, როგორც არაერთხელ მithქვათ, ეს ალყა შემორტყმული ციხის ეფექტი, რომ ეხლა როგ ბომბავენ მაინდა-მაინც მიტინგზე არ გაიქცევი რეჟიმის დასამხობად. შენი თავი გაქვს გადასარჩენი და ამერიკის პრეზიდენტი რო თავის სოციალურ ქსელში წერს, რომ თეირანი დატოვეთ, ეხლა მიტინგზე ვინ გაიქცევა, ხო? შესაბამისად, შეიძლება ეს უფრო გააძლიეროს რეჟიმი იმ კუთხით, რომ ეხლა შიდა ერთიანობა გამოიწვიოს, იმიტომ რომ ეხლა ისრაელის პრემიერ-მინისტრის და ეხლა დამხობილი შახის შვილის დაძახილზე დამხობილი რეჟიმი ძალიან სათუაო და მეორეც უნდა ითქვას, ხო ესეც რომ 3000 თუ რამდენი 4000 წლოვანი ისტორიის მანძილზე რამდენი დღე იარსება ირანში დემოკრატია. ესეც ხომ უნდა თქვა, რომ კი ბატონო დაამხობენ ხამენეის და რა იქნება ეს? ეხლა ის ზღაპრები რომ ეხლა ირანში დემოკრატია დამყარდება, მე მგონი უნდა გავიზარდოთ აქედან, ხო? ეხლა 2 დღე არ ყოფილა გადამულად ირანში დემოკრატია 3000 წლის მანძილზე და მაინდა-მაინც შაჰის დროინდელ ირანს არა დემოკრატიის, არამედ არა თეოკრატიის. ხო, თეოკრატია სხვა რამეა და ეხლა ისრაელის მესმის ისრაელს უნდა რეჟიმი, რომელიც თქვა ბალისტიკური და ბირთვული გამდიდრების პროგრამა არ ექნება, თორე ისრაელს ან არის პრობლემა არ ექნება, იქ ავტოკრატია იქნება თუ არა. სხვათა შორის აი შახი რო დაამხეს იქ რაღაცა 10-15 დღე იყო ლიბერალი პრემიერ-მინისტრი და შეიძლება ხო აი 15 დღე ჰქონდა დემოკრატია და მერე ჩამოვიდა აიათოლა ხომეინი და დამთავრდა ეს დემოკრატია. რო დაუბრუნდეთ ახლა ამ თემას ხო სანამ ეს მაინც მიდის ეს ოპერაცია რა ტიპის საფრთხე შეიძლება არსებობდეს რეგიონის ქვეყნებზე საქართველოს როგორ უნდა უყურებდეს რა პრიზმაში ამ პროცესს თუ ეს ოპერაცია გაგრძელდა და რასაც თქვათ გარკვეული წრეები ისრაელში ამბობენ რომ თუ ირანი არ აღმართავს თეთრ დროშას ჩვენ უნდა გავანადგუროთ ყველა პორტი, ყველა ელექტროსადგური, ყველა წყლის გამფილტრავი სადგური და ასე შემდეგ კი ბატონო ეს რეჟიმი შეიძლება არ დაამხოს, იმიტომ რომ იემენი წლებია უძლებს დაბომბვას, მაგრამ იემენი ხო სახელმწიფო არ არის, ახლა იქ შიმშილია და შეიძლება რეჟიმი გადარჩეს, მაგრამ ჰუმანიტარულ კატასტროფას მივიღებ და რას ნიშნავს 90 მილიონი არიან, მილიონიან ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა ნიშნავს სირიამ გვანახა, ხო? დაძრულ ტოლვილთა ნაკადებს. სად დაიძრება ეს ნაკადები? ხო? ნუ რუკის მიხედვით ხა რა ვიცი, ავღანეთში, ვიღაცა შეიძლება ავღანეთშიც გაიქცეს. ერაყში ნუ თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი. ჩვენ ახლა პირველი ნაკადის მიმღებები ვერ ვიქნებით, მაგრამ ის ხალხი თუ იქ არ გაჩერდა, ჩვენც რა თქმა უნდა, პოლიტიკა შესამუშავებელი გვაქვს, თუ დაიწყო ირანში ჰუმანიტარული კატასტროფა, რას ვაკეთებთ და როგორ? ეხლა აქ ძალიან იოლია იმის თქვა რომ ხა წითელი ხიდი და როგორც ერთ დროს ეხლა ზოგიერთი ხო იძახდა რომ ლარსი უნდა გადავკეტოთ და ეხლა იძახდა სხვათა შორის ხო და ხო აღმოჩნდა რომ ცრუ ისტერია იყო და ისტერია იყო ნამდვილად ხო და ეხაც იგივე თუ საღაზრს მიაყოლებდი და სხვათა შორის ექსპერტულ წრეებში და ისეთ გამოჩენილი ადამიანები ცოცხალი კედლის აღმართვის ხო ნუ გასაგებია ეხლა ხო და იგივეა ეხაც რა თქმა უნდა აქაც ცრუ ისტერია რომ ახლა დავკეტოთ და დავუდგეთ და რაღაცა მაგრამ რეალური ის შესამუშავებელია პოლიტიკა რამდენს ვიღებთ თუ არა იმიტომ იქიდან ყველა ისეთ თქვათ ხო საშუალო კლასი თქვათ როგორც რუსეთიდან თქვათ ხო ვიღაცა რომ თავის ჩენაშეულია შეიძლება არ წამოდეს შეიძლება მართლა გაჭირვებული ადამიანი წარმოვიდეს რომელიც აქეთ დასახლებებია დააწუება ქვეყანას თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს როგორ რანაირად ზოგადად ეს უნდა ვიფიქროთ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ თუ გაგრძელდა ირანის დაბომბვა და რასაც თქვათ ისრაელში იძახიან რომ სანამ ირანი არ დაბნებდება ჩვენ უნდა ვაქციოთ ეს დისფუნქციურ სახელმწიფოდ რაც კიდევ ერთხელ გავიმეოროთ შეიძლება რეჟიმი გადარჩეს იმიტომ იემენში რაც არის ეს როგორ ხუთიები თუ როგორც არის ქართულად ესე იგი ხო ხუსიტები ხო ესე იგი ბალისტიკურ რაკეტასაც ესვრიან ხანდახან ბენგურიონის აეროპორტს მიუხედავად იმისა რომ 2015 წლიდან იბომბებიან ხო ახლაც ირანი შეიძლება კი ბატონო გაუნადგურო ყველა ელექტროსადგური ყველა პორტი და იყოს სიღარიბე და შიმშილი ეს კიდევ ერთხელ არ ნიშნავს რომ ისლამური რესპუბლიკა დაეცემა მაგრამ ეს უპირობოდ ნიშნავს რომ თუ ჰუმანიტარული კატასტროფა დაიწყო ხალხის ბუნებრივი ხალხს თუ ეს ხო არ არის ღაზა ღიაცის ქვეშ ციხე რომ უბრალოდ ხალხი ვერსად ვერ მიდის და ამიტომ არის კატასტროფა ვიღაც აუცილებლად დაიძრება სიმშვიდისკენ ეს იქნება ერაყი თურქეთი სომხეთი აზერბაიჯანი ჩვენ პირველეულ ტალღაში არა ვართ მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვხვდებით მეორეულ ტალღაში ანუ ვიღაცა აქაც მოვა ბუნებრივია კი ბატონო საინტერესოა როგორი არის ახლა ამ ვითარებაში რუსეთის როლი და ტრამპი ციტირებდა მის სატელეფონო საუბარს რუსეთის პრეზიდენტთან დაბადების დღე მომილოცაო და იქვე ამბობდა რომ ნაკლები ილაპარაკეს რუსეთ-უკრაინის ომზე. ხო, ნუ რაც საჯაროდ დაიწერა რომ უთხრა რომ მედიაცია დააგმო ირანზე აგრესია, რა თქმა უნდა, ხა რუსეთი ირანის მოკავშირეა და
ერთის მხრივ ნავთობზე ფასის დააწყობს, რა თქმა უნდა, დესტაბილიზაცია შეიძლება აწყობდეს, იმიტომ ამერიკის ყურადღება ეხლა გადავა ისრაელისკენ, გადავა ირანისკენ. იგივე ის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები ხო ხა კი ბატონო ირანი ცლის ბირთვულ ბალისტიკურ რაკეტებს, მაგრამ ისრაელს ეს ჩამოგდებების ხო რაკეტებად უჯდება და ესეც ხო ლიმიტირებულია მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს გაცილებით უკეთესი მომარაგება აქვს. შესაბამისად, ქაოსი უნდა აწყობდეს, რა თქმა უნდა, რუსეთს ქაოსი უნდა აწყობდეს, მეორე მხრივ მას არ აწყობს ახლა მოკავშირე რეჟიმის დამხობა. მაგრამ აქაც ასე ვთქვათ, ძალა აღმარცხნავს, ხო არის ლიმიტი, ახლა როგორც ვერ ჩაერევა, შეიძლება ახლა როგორც ასადი წაიყვანოს ალი ხამენეი, თუმცა მე არ მგონია, რომ 85-ს გადაცილებულია ეს კაცი და ახლა უბრალოდ ახლა თვითმფრინავში ჩაჯდეს და ემიგრაციაში წავიდეს, არ გავს ესეთ კაცს. შესაბამისად, ძალა აღმარცხნავს ამ კუთხითაც, ახლა ისრაელს ვერ დაარტყავს, ხო, რუსეთი რო ირანი გადაარჩინოს, ვერ დაარტყავს. შესაბამისად, რუსეთიც ახლა შეშფოთებით აკვირდება მოვლენების განვითარებას, როგორც აღმოჩნდა ის. ამ პროცესს რა გავლენა ექნება რუსეთ-უკრაინის ომზე? რუსეთ-უკრაინის ომზე ერთადერთი იმ კუთხით, რომ ახლა თუ არა ჭდილში გადავა, ვიდრე ახლო აღმოსავლეთი არის. შეიძლება მედიის ჭდილში გადავიდეს, მაგრამ რეალურად თქვა მომარაგების კუთხით რაც შეიძლება პრობლემა იყოს, თუ ამერიკას დაჭირდება განსაკუთრებით რაოდენობის იარაღის გადამისამართება ახლო აღმოსავლეთში, რაც თქვათ უკრაინაში იარაღის ნაკადებს შეამცირებს. ეს არის ერთადერთი რეალური გავლენა, თორე კი ბატონო, ხა ყურადღება რა თქმა უნდა გადავა, მაგრამ ყურადღება ხო ხა ფრონტის ხაზზე არ ცვლის. კი ბატონო, გიორგი, გუშინ ვახსენე, გარდიანის წერილი იყო, სტინდალი, ასეთი ავტორის, 3 შეშლილი ხანდაზმული, სხვადასხვაგვარად ითარგმნებოდა, მაგრამ ან გიჟმაჟი, ან რაღაც ხანდაზმული, რომლებმაც ეს გიჟური ომი წამოიწყეს, დაახლოებითი შინაარსი ასე იყო და გულისხმობდა ტრამპს, ნეთანიაჰუს და ჰამენეის. ანუ 3 ასაკოვანი სიგიჟეს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოიტანოს რეგიონში. პერსონალური ფაქტორების რამდენად არის? იცით როგორ არის ახლა მიუხედავად უდიდესი კრიტიკისა, რაც შეიძლება ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართო და ღაზაში რაც ხდება, ამ მხრივ მართლა ქირურგიული სიზუსტით ისრაელის სახელმწიფო ახორციელებს 10-წლოვანი მტრების განადგურების სპეცოპერაციას. ეს იქნება ჰეზბოლას, ასე ვთქვათ, სრული ან მინიმიზირება, ეხლა სრულად ვერ გაანადგურებ, ხო, ეხლა წინააღმდეგობის მოძრაობას, მაგრამ 10 წლეულებით უკან დახია ჰეზბოლა. ეხლა ხუსიტები პრინციპში კი ერთ რაკეტას ისვრიან, მაგრამ ისიც ეხლა სიღარიბეში არიან და თუ ირანი დასუსტა, ეხლა ხუსიტებსაც ვერ მიეხმარება. ასადი დაემხო სირიაც პრაქტიკულად ეხლა იმ კაცს თავისი პრობლემები აქვს და ისრაელთან ომისთვის არ ცალია და ეხლა მიმდინარეობს ირანის დასუსტება. ამ მხრივ კი ბატონო, ეხლა ძალიან ბევრი კრიტიკა შეიძლება ბენიამინ ნეთანიაჰუს, რასაც თქვათ ღაზაში და როგორც აკეთებს და ასე შემდეგ და თავრობაში ვინყავს, მაგრამ ამ კუთხით რომ და ამ მხრივ ისრაელის მეინსტრიმ პოლიტიკური ისტებლიშმენტში აბსოლუტური კონსენსუსია, რომ ირანის საფრთხეს ჩვენ უნდა მივხედოთ. ახლა რაღაცა უკიდურეს მარგინალურ პარტიას თუ არ ჩავთვლით, ყველა ესეთი მეინსტრიმ პარტია ისრაელში აცხადებს, რომ ჩვენ ამას უნდა მივხედოთ და ამას უნდა მივხედოთ ან მარტომ თუ ამერიკელები დაგვიშლიან, ჩვენ მარტო ამ საქმეს უნდა მივხედოთ და ის რომ ისრაელი ასე ვთქვათ ირანს დაარტყავდა, ეს ჩვენ 10 წელია გვესმის. ამიტომ მიყვირს სხვათა შორის ესე ვთქვათ შეერთებული შტატების დარტყმის მოლოდინიც არსებობდა. მე მახსოვს 15 შეიძლება მეტი წლის წინაც რეპორტაჟებს ვამზადებდით, მაგალითად აზერბაიჯანში მცხოვრები ირანელები ამერიკის მხრიდან ირანში დარტყმების შემთხვევაში ვთქვათ ომში წავიდოდნენ თუ არა და მიგრაციის ტალღებს რაღაც ასეთი ტიპის დროებით ესე სულ იყო ამის მოლოდინები. მაო ძედუნს აქვს ესეთი ფრაზა, ქაღალდის ვეფხვი და აი ხო გამოჩნდა იმ კუთხით, რომ 10 წელია რომ სოფლიო გემუქრება, რომ ურანს ნუ ამდიდრებთ, თორე დაგბომბავთ და 3 ქარხანა რო გაქვს ურანის დასაცველი და ჰაერსაწინააღმდეგო სად არის გაქრა, ანუ რა ვიცი ისრაელმა ვეფხვი ეს არის ირანის შემთხვევა. ხო ირანის შემთხვევა კი ბატონო, ირანის შემთხვევაში სად არის ეს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა? ან შეიძლება გაანადგურა ისრაელმა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 2 დღეში გაუნადგურეს, რაც რუსეთმა 3 წლის მანძილზე ვერ მიაღწია უკრაინაში, რასაც ქვია სრული საჰაერო დომინაცია. როგორც ჩვენ ახლა განცხადებებიდან ვიცი და როგორც ჩანს, არ ვიცი ირანის ავიაცია საერთოდ არსებობს, ერთი თვითმფრინავი მაინც აწიეს ჰაერში, მე არ ვიცი, ყველა განადგურდა 2 დღეში თუ 4 დღეში სრულიად დაკარგეს ჯერ ცაზე კონტროლი და მე ანუ ის ობიექტები როგორც ვერ ან არ იმუშავა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ.
ზოგადად ბევრი საქართველოსკენ მოვიდეთ უფრო მეტად ჩვენი ქვეყანა თავისი პრობლემებით, კრიზისით და ასევე საერთაშორისო ფაქტორებით. ეხლა ამ კონტექსტში რამდენად შეიძლება იყოს მოქცეული, ვთქვათ, ფოკუსში ეს ხელისუფლებას ადგილზე უფრო მეტი სიმშვიდის და შიგნით იმ ტიპის პოლიტიკის წარმოებისკენ ხომ არ უბიძგებს, მათ შორის, ვთქვათ, ლიდერების დაკავების პერსპექტივა არის ძალიან მაღალი და ჩვენ ვხედავთ აღძრულ საქმეებს, არა მხოლოდ კონკრეტულ საგამოძიებო კომისიაზე მისვლა არ მისვლის გამო, არამედ ასევე, მაგალითად, გახარია შემთხვევაში ჩორჩანას და ასე შემდეგ. საქართველოს, მარტო საქართველოს ხო არა, ხა მხრივ კავკასიის მშვიდობა მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ რა თქმა უნდა, ხა აქეთ ჩრდილოეთში ომი, სამხრეთში თუ ომი, აუცილებელია ხო რაღაცა მშვიდობის კერა იყოს და ეხლა ეს რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლებას რომელსაც ისედაც თქვა პროპაგანდისტულადაც არჩეული აქვს რომ აი ჩვენ მშვიდობას ვიცავთ. კი, ეს მისი ხაზია. სადმე თუ ცეცხლი არის, ხაზია რომ აი ჩვენთან მშვიდობაა და დააფასე ჩვენთან ცეცხლი არ არის. ხო. რაც შეეხება რამდენად ეს შიდა ძადაბულობას ან განმუხტავს ან არ განმუხტავს, ეჭვმეპარება საერთოდ ეფექტი ქონდეს იმ კუთხით რომ ეს პერმანენტული კრიზისი გაგრძელდება და იმ კუთხით რომ როგორც ხედავთ საქართველოს მთავრობას არ აპირებს მაინდა-მაინც ჯერჯერობით კურსის შეცვლას და მიმდინარეობს ეს ესკალაციაზე ხო შესაბამისად არ ამგონი ამას შიდა თუ ახლა რაღაცა განსაკუთრებული მოხდა როგორც თქვენ თქვით რომ აი თქო ყურადღება უკრაინის ომი და აქედანაც იმდენად გადავიდეს ყურადღება მაგრამ ჯერჯერობით და რომც გადავიდეს იმდენი ყურადღება ყოველთვის იქნება საქართველოს იმ რაღაცა როგორც თვითონ ეძახიან იმ ბიუროკრატიის რომ რაღაცა თუ გაგრძელდა ესე თქვი ანტიდემოკრატიული ქმედებები რომ რაღაცა პასუხი იყოს, იმდენი ყურადღება ყოველთვის იქნება. აი ახლა ბოლო პერიოდში არის კომუნიკაცია ამერიკის მთავრობას წარმომადგენლებთან, გუშინაც იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, სადაც მუდმივად არის საუბარი, რომ რაღაც იცით რა უნდა გააკეთოთ. როგორ ფიქრობთ, აი ახალი ადმინისტრაციის ხასიათიდან გამომდინარე, რა გზამკვლევი შეიძლება არსებობდეს საქართველოს ტიპის ქვეყნებისთვის? ხო, რა შეუთვალეს ახლა რთულია, ახლა ალბათ არის რაღაცა დიდი ახლა ალბათ არჩევანი რა შეუთვლიდან. ხო, ალბათ არის რომ რაღაცა უფრო დაალაგეთ, დააწყნარეთ ქვეყნის შიგნით, შეწყვიტეთ ეს ანტიდემოკრატიული ქმედებები, რაღაცა შეიძლება რაღაცას თქვა შეიძლება ითხოვენ, არ ვიცი. ხო, აი ეს არის საინტერესო ახსნა. ხო, შეიძლება რაღაცა ეკონომიკურ პრეფერენციებს შეიძლება რაღაც შეიძლება ანაკლიაზე. ყოველ შემთხვევაში ეს არაერთხელ გაგვიგია, რომ იცით რა არის გასაკეთებელი და ველოდებით შემთხვევით რნაბიჯებს. ჯერჯერობით საქართველოს ხელისუფლება შემთხვევით რნაბიჯებს ფაქტია არ ჩქარობს, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვერ ხედავთ. არის ლაპარაკი რომ უდიდესი მოვლენა მოხდა რომ ელჩი დაინიშნა, კი ბატონო, ელჩი დაინიშნა, მაგრამ ელჩი არ არის სასწავლო მოქმედი, ხო, ელჩი წარმოადგენს ქვეყანას. თუ ქვეყნის მთავრობა არ გადადგავს ნაბიჯებს, ელჩი ურთიერთობებს ვერ გამოასწორებს ფიზიკურად, ხო, რა უნდა ქნას ელჩმა. შესაბამისად, ესეც ახლა კი ბატონო, კაია რომ აგრემანი მიიღო, მაგრამ ამის მიღმა ახლა ელჩი ხო არ არის, ახლა ელჩი ახმოვანებს საკუთარ მთავრობას, ელჩს რა შეუძლია ამ კუთხით. ეს ცდილობს აი ლეგიტიმაციის დილემა, რომელიც აქვს მას, ამის მოგვარება ახლა ოცნებისთვის არის პრიორიტეტული თუ გარკვეულწილად რაღაცნაირად უკანა პლანზე გადავიდა და ამ კრიზისში უკვე თანაც ცხოვრება თუ ცხოვრება ისწავლა. მე მგონი ეს საკითხი ასე თუ ისე, რა თქმა უნდა, ისე არ მოგვარდება ევროპარლამენტ, მაგრამ მე მგონი უკვე მოლოდინი რომ ამერიკის მთავრობა აქ ვინმე სხვას აღიარებს, ეს ყოველთვის ცრუ და ფსევდორელიგიური მოლოდინი იყო თვით ბაიდენის დროსაც კი, ხო, სანქციები როცა დაუწესეს, თქვა ბიძინა ივანიშვილს თუ სხვას, არასოდეს არ ყოფილა რომ ჩვენ აქ სხვას ვაღიარებთ, ან არჩევნებს არ კი იყო რომ დარღვევები თქვა ახალი არჩევნები, ესეც არ უთქვიათ, მაგრამ თქვა მოთხოვნა ახალი არჩევნების, მაგრამ რომ მთავრობას არ აღიარებენ, ეს არ მომხდარ, ემას არ აკეთებს ესტონეთიც კი, ხო? და მე მგონი დროა უკვე რომ ეს საკითხი რაღაცა გასაგებია საქართველოს ოპოზიციის ეს აკვიატება ამ საკითხზე, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამას ევროპა და მით უმეტეს ამერიკა ვერ და არ იზამს, იმიტომ რომ იმ ვენესუელაშიც კი ვიღაც ალტერნატიული კანდიდატი არსებობს და ვინ უნდა აღიარონ საქართველოში? აქ მაგალითად სალომე ზურაბიშვილი ამბობს რომ მე ვარ ლეგიტიმური ინსტიტუტი, სხვათა შორის სენატში აქვს ახლა საფრანგეთის გამოსვლა მას. კი ბატონო, მას შეუძლია მრავალი განცხადება გააკეთოს, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ვერ ივლის საქართველოს ოპოზიციის დღის წესრიგზე და წარმოსახვით ქმედებებში ვერ მიიღებს თანამონაწილეობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეგ არ უქნია ბაიდენსაც კი, რომელიც გაცილებით კრიტიკულად და ენტონი ბლინკენს და იქაც კი, იქ ხო, იმ გონსალესმა მოიგო არ მოიგო, რაღაცა კონკურენცია გაუწია იმ მადუროს და ამერიკა თვლის რომ მოიგო გონსალესმა და აქ რა უნდა მოხდეს, რომ პრეზიდენტს რომელსაც ვადა გაუვიდა, იმიტომ რომ არ აღიარებს პარლამენტს და ასე შემდეგ, აღიარონ ეგ
არ მოხდა, რამდენი თვე გავიდა ხო ოქტომბრიდან და ახლა ევროპარლამენტის მიღმა ასეთი განცხადება. ბატონო, ახლა ქვეყნის შიგნით ახლა მთავარი დილემაა პოლიტიკური პარტიები რა გზით წავიდნენ, ბოიკოტში დარჩნენ, არაღიარება ხომ და ლეგიტიმაციის დილემა ხომ ასევე იწყება იქედან, როცა პარტიები არ შედიან პარლამენტში, ერთი პარტია, ანუ ეს შიდა საკითხია, სხვათა შორის ბოლო კვლევა მაჩვენა, რომ ქვეყანაში ნახევარი ის არალეგიტიმურად მიაჩნია, მეორე ნახევარს ლეგიტიმურად, ანუ განწყობები პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით იცვლება. ეხლა რომელი გზა ჯობია, რომელი პოლიტიკური ჯგუფისთვის? ერთ რამეს ვიტყვი, რომ რა გზასაც პარტიები აირჩევენ, ჩემი აზრით ეს გზა უნდა იყოს ამ პარტიის ავთენტური გადაწყვეტილება და არა თქვა 124 Facebook აქტივისტის შიშით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. და რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პარტიამ, ამაზე უნდა აგოს პასუხი, ხო? როგორც პასუხი უნდა აუღონ ბოიკოტზე და ან დღემდე ვინმე კითხა პარტიებს, რომ აი არჩევნებიდან მეორე დღეს გამოვარდნა და პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება და ბოიკოტი სწორი გადაწყვეტილება იყო, იქნება დაეცადათ კამალა ჰარისი იგებდა თუ არა, ამისთვის მაინც დაეცადათ, ან ხო, რა ვიცი ხა არჩევნებიდან 16 საათში რა გაღალბების ასეთი მონაცემები ჰქონდათ, რომ ასე უცებ და ასე. ხო და თუ წარსულ ნაბიჯებზე არ ხდება კრიტიკული გააზრება, ეხლაც ხო და თქვათ მიიღეს მონაწილეობა და მეორე დღეს რა ხდება? თქვათ კი არა დიდი ალბათობით თქვათ ვერ მოიგეს ეს არჩევნები. მე რა ხდება? ისევ გაღალბებულად აცხადებენ, შედიან საკრებულებში თუ შედიან პარლამენტში რატო არის უამრავი კითხვა, მაგრამ ეს კითხვა ნებისმიერი გზის ამ პარტიებმა უნდა გასცენ გულწრფელად, მათ უნდა ეს თქვენ პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ გზაზე. ასე ცოტა თანმიმდევრულებით უნდა იყოს. როგორც ასე ისე რომ ყოველი არჩევნების წინ შეიძლება თქვა რომ ახლა დამკვირვებელების არმიას ვამზადებ და მე პარტიას რომელსაც სახელმწიფოს მართვის პრეტენზია აქვს 10000 კაც ვერ ამზადებდე თუ 5000 კაც ქვეყნის მასშტაბით და თქვა რომ მე გეყიდება მთელი შენი საკუთარი კომისიის წევრები და 5 და 9000 რო ამბობენ რომ ეხა აი მოვითხოთ ახალ არჩევნებს, სადაც დამკვირვებლები ჩამოვლენ და მაშინ გითხრან 26 ოქტომბერს არ იყო საკმარისი დამკვირვებელი, თუ იყო, მაგრამ მაინც გაღალბდა და თუ მაინც გაღალბდა, ეხლა რომ დამკვირვებელი ჩამოვა, ის როგორ მოახდეს გაღალბების პრევენციას და არაფერზე პასუხი არ არის და შესაბამისად წინ ვერ წავალ თუ რა ელემენტარულ პასუხებს მაინც არ გავცემთ რაღაც კითხვებს. ხელისუფლებაც არ ცემს ბევრ რამეს პასუხს და ის მეტიც რაღაც სრულ კონსპიროლოგიაში გვაცხოვრებს და ახალ კრიზის ამატებს და ეხლა ჩვენ ყველანი ველოდებით რა გადაწყვეტილებას მიიღებს, რა ხასიათზე იქნებიან ლიდერების დასჯის გზით სწავლენ თუ პირიქით მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს თქვათ, დარჩენის გზით და ასე შემდეგ. აი სულ რაღაცა ყველა ნაბიჯს ვერ აღვიქვამთ როგორც რეალური ნაბიჯს, იმის იქით რა ხდება ამას. ეგრეთ წოდებული აგენტების კანონის მეორე შემოbrunების შემდეგ ჯერჯერობით დეესკალაციის ვერც ერთ ნაბიჯს ჩვენ ვერ ხედავთ, ხო? ჯერჯერობით. შესაბამისად, ალბათ ისინიც გააგრძელებენ ამ თავსახურის მოჭერას. თუმცა ესეც ხო როგორ არის, ხო? რამდენიც გაწელავს ზამბარას, მე ქმედება იწევს სწორ და საპირისპირო, ხო, ნიუტონის. კი ბატონო, მადლობა. გიორგი, მადლობა. რეკლამის შემდეგ ფიქრია ჩიხრაძე იქნება ჩვენი სტუმარი, დაგველოდით.